ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის შემოქმედებითი კავშირის წევრი მხატვრების ნახატების გამოფენა აფხაზეთი ფერებში გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში ასახული იყო ავტორების მოგონებები აფხაზეთზე. გამოფენაზე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა, პირველმა მოადგილემ სალომე კაპანაძემ და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ავთანდილ ძაგანიამ დევნილი მხატვრების სერტიფიკატებით დააჯილდოვეს და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს. ღონისძიება აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ჩვენი აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა გაიმართა. მოგესალმებით, რაოდენიმე მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები, რადგანაც კულტურული და შემოქმედებითი საღამოები ყოველთვის ხელს უწყობს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გამყარებას. აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და სამინისტროს ხელშეწყობით სამომავლოდ იგეგმება ასევე აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენები. ქართველები და საქართველო უძველესი კულტურული ფესვებიდან მოვდივართ. ამიტომ მნიშვნელობა კულტურის არის ძალიან დიდი და განსაკუთრებულად ქართველი ადამიანისთვის. მე ძალიან მიხარია, რომ დღეს აფხაზეთის მხატვართა გამოფენა გაიმართა ამ შესანიშნავი მხატვრის სახელობის ვალერი არქანიას გალერეაში. ნამდვილად ძალიან ბევრი, ძალიან ნიჭიერი მხატვარი. ჩვენ მოვიძიეთ ახალი მხატვრები სხვადასხვა რეგიონებიდან, სხვადასხვა ქვეყნიდან. დავპატიჟეთ, მოვიდნენ, ჩაერთენ ჩვენს კავშირის საქმიანობაში და მიიღებენ მომავალში მონაწილეობას ამ გამოფენებში. გამოფენა შედგა. ასე ვამბობ, ჩვენ მხატვრები ძალიან კარგი ნამუშევრებია. მართლა დაამშვენებდა ეს ნებისმიერ გალერეას ან მუზეუმს.